როგორც ჩანს, ის ადგილები, რომლებიც ატარებენ ისტორიას, აქვთ ეს რაღაც მიზიდულობა ამ ქუჩებს იგივე, როდესაც ჩაადიხარ ხო რუსთაველიდან მამდე, მარჯანიშვილამდე, აუცილებლად ჩაული მიხეილ ჯავახიშვილის სახლს, ხო? ერთადერთი სახლი მთელი ქუჩაზე იმ მხარეს დარჩენილი და დგას. არის აბრა და ვიცით. როგორ ცხოვრობდა იქ მიხეილ ჯავახიშვილი, ხო? და როგორ დააპატიმრეს და როგორ აღმოჩნდა ცენზორების მსხვერპლი, როგორც აგენტი, უცხოეთის გავლენის თუ რაღაცის აგენტი, როგორ აღმოჩნდა სამშობლოს მოღალატე. მე ვარ ლელა ოჩიაური, კინოკრიტიკოსი.